Hi everybody! დღევანდელი გაკვეთილი შეეხება იმ ფრაზებს, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ საზღვარგარეთ ყოფნისას. თუ ოდესმე ყოფილ ხარ საზღვარგარეთ, გრძელიბადით, არ გულისხმობ 1 და 2 კვირით, აი მაგალითად 2-3 თვე, როგორც ჩემი სიტუაციაა, ან ახლა იმყოფები და ჯერჯერობით არ იცი ადგილობრივი ენა, და გსურს რომ ნაწილობრივ გამოიყენო საერთაშორისო ენა, რომელიც არის ინგლისური. ვფიქრობ, ეს გაკვეთილი ნამდვილად შენთვისაა და დაგეხმარება. შეიძლება ფრაზების უმეტესობა შენთვის ნაცნობი იყოს, მაგრამ კონკრეტულად იმ სიტუაციაში, როცა იმყოფები, არ გახსენდებოდეს, ამიტომ მაინც ჩავუჯექი. თუ არ იცი, ამ შემთხვევაში უნდა იმეცებინო და ვისწავლოთ ერთად. აბა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ფრაზა ნომერ პირველი, და დარწმუნებული ვარ, შენ ეს ფრაზა იცი, არის საუბრობ თუ არა ინგლისურად, რომელიც ინგლისურად არის Do you speak English? Do you speak English? Სიტუაციაში, როდესაც რაღაცას ვეძებ, იქნება ეს ტანსაცმელი თუ პროდუქტი, ვიყენებ ფრაზას I'm looking for. I'm looking for, რომელიც ითარგმნება როგორც ვეძებ. I'm looking for coconut milk. I'm looking for eggplant. And on and on. I'm looking for black skirt. Hey, I'm looking for my little brother. ვიწყებ ჩემს კითხვას ფრაზით where can I find? ანუ სად შემიძლია მივაგნო, სად შემიძლია ვიპოვო. თუნდაც სუპერმარკეტებში. როდესაც ვიმყოფები კაფეში ან რესტორანში, ხშირად არის შემთხვევა, როცა მეუბნებიან ან წყალთან დაკავშირებით still or sparkling. ეს სიტყვები still sparkling წყალთან მიმართებაში ითარგმნება როგორც still უგაზო, ანუ ჩვეულებრივი წყალი, ხოლო sparkling გაზიანი შუშხუნა წყალი. I always choose still. Hey, would you guys like still or sparkling water? თუ ვუკვეთავ ხორცს, როგორც არის სტეიკი, შეიძლება შენ გკითხონ How would you like your steak? ხო, ამ შემთხვევაში მე არ ვიყენებ ამ ფრაზას, თუმცა ჩემთან მიმართებაში გამოიყენება, ამიტომ მინდა რომ შენც იცოდე. და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ შემთხვევაში? Rare, medium და well done. ხო, rare არის თითქმის ომი, medium საშუალო, I like medium და well done, ანუ რიგად შემწვარი. რომელიც თითქმის უმეტეს შემთხვევაში გამოშალია. ასევე, როდესაც დაბნეული ხარ და არ იცი რა შეუკვეთო, ცოტა მენიუში უცნაური სახელებია, შეგიძლია უბრალოდ გკითხო Could you recommend something? ანუ რაიმეს ხომ არ მირჩევდით, რაიმეს ხომ არ გაუწევდით რეკომენდაციას. სიტყვა could-ს იმიტომ ვიყენებთ, რომ ასე უფრო თავისიანია ინგლისურში. I like walking და ხშირად ისე უმისამართოდ დავხეტიალობ იქეთ-აქეთ. ეს ინგლისურად არის wandering around. Yeah, I like wandering around. ახლა შევდივარ ხოლმე უბრალოდ მაღაზიებში, რაღაცებს ვათვალიერებ. შეიძლება ამ დროს მოვიდეს ასისტენტი და გითხრას რაიმეთი ხომ არ დაგეხმართო. და ამ დროს ჩემი პასუხი უბრალოდ არის No, I'm just looking or no, I'm just browsing. რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ვათვალიერებ. არა მადლობა. საზღვარგარეთ ძალიან გახსნილი ხალხია, თავისუფლად შეიძლება უბრალოდ ქუჩაში ვინმე მგითხრას კომპლიმენტი, no gender in this case, და შენს გინდა არ გინდა უკვე გიყალიბდება მსგავსი კულტურა. უფრო თავისუფლად გრძნობ თავს, რომ გამოხატო კომპლიმენტი, აი ვიღაცის თმის სტილი მოგეწონა, კარგად აცვია და ასე შემდეგ. So თუ მსგავს რამის გამოხატვა მოგინდება, შეგიძლია უბრალოდ უთხრა I like your style, look great or you look amazing. ანუ you look და ნებისმიერ ცეცხლთავის ახალი რაც კი გაგახსენდება. Or just you're beautiful or you're really pretty. და ასე შემდეგ. როდესაც ვინმე მეხმარება, ხანდახან ველოდნები ხოლმე რომ that was really helpful, thank you. ანუ ძალიან დამეხმარეთ, ძალიან დამხმარე იყო ის, რაც მივიღეთ თქვენგან და მადლობა ამისთვის. თუ გსურს რომ ამ თემაზე პატარა worksheet-ი გაჩუქო, კომენტარებში დამიწერე, გავუმიგზავნე. ტოვე შენი მეილი, of course, და გამოგეგზავნი ფაილს, სადაც ისწავლი თუ როგორ შეგეძლია ადამიანს უთხრა კომპლიმენტი ინგლისურად ბევრი ვარიანტით. თავიდან. სადაც ისწავლი თუ როგორ შეგიძლია ადამიანს უთხრა ინგლისურად კომპლიმენტი, ოღონ მრავალფეროვნად. ეხლა კი ვისწავლოთ დამატებით ბონუს ლექსიკა, ანუ პროდუქტები, რომლებიც ხშირად გვჭირდება, რა თქმა უნდა, ინგლისურად. მინდა ვუპასუხო ჩემი ერთ-ერთი გამომწერის შეკითხვას,
დღეს მივიღე შეტყობინება. ლექსიკონის სწავლა რამდენად კარგი მეთოდია, რადგან დღეს ადამიანების უმეტესობა სმენით სწავლობს. კი ბატონო, ბავშვები სმენით ითვისებენ ენას, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ მათთვის ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ეს არ ხდება 2-3 თვეში ან 1 წელში, ხო? ჩვენ კი მოზრდილებს მსგავსი პირობები იშვიათად გვაქვს. მაგ შემთხვევაში უნდა განიხილო ისიც, რომ გადახვიდე იმ ქვეყანაში და უბრალოდ დაივიწყო, რომ ვინმეს ესმის შენი და როდესაც ლექსიკონს იყენებს, ზუსტად იგებს სიტყვის მნიშვნელობას და ეს ნაკლებ გაურკვევებას იწვევს, რადგან შენ იცი თუ კონკრეტულად რა სიტუაციაში შეგიძლია ეს სიტყვა გამოიყენო. ასევე ზოგიერთ სიტყვას აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა, ლექსიკონი კი გეხმარება, რომ შეძლო მისი გამოყენება სწორ კონტექსტში. ასევე ლექსიკონი გეხმარება, რომ თავადი მეცადინო და ნაკლებად იყო დამოკიდებული მასწავლებელზე ან კონკრეტულ ადამიანზე. თუმცა ის არ უნდა გახდეს შენი მთავარი ინსტრუმენტი. ხოდ ლექსიკონის დახმარებით აპირებ რომ იხელმძღვანელო და ისწავლო ენა. ამ შემთხვევაში ენა დაგრჩება არაბუნებრივი, არანატურალური და უფრო მეტ შემთხვევაში ხელოვნური. ამიტომ საუკეთესო შედეგი სწავლის პროცესში მაშინ მოდის, როდესაც ვაკავშირებთ ამ ლექსიკონს სმენასთან და რეალურ კომუნიკაციასთან, ანუ საუბართან. ამიტომ შევაჯამოთ, კი ბატონო, ბავშვი სმენით სწავლობს, მაგრამ მოზრდილი სწავლობს ლექსიკონის ჭკვიანური გამოყენებით, სმენისა და საუბრის შერწყმით, იმაზე სწრაფად, ვიდრე ბავშვი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც უკვე შემდეგი გაკვეთილის თემა იქნება კონდი და ინფინიტივი, ანუ სად უნდა გამოვიყენოთ თუ წინდებული და სად არ უნდა გამოვიყენოთ, როდის გვჭირდება ing-ით დაბოლოება ზმნასთან და როდის არა, ამას განვიხილავ აუცილებლად და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. See you guys in the next video. Thank you for watching and goodbye.